ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ქალბატონებო და ბატონებო და განვაგრძობთ გამოშვებას ძალიან საინტერესო თემით. მე წინა კვირაში დავანონსე რომ უკვე რეპორტაჟების მიმართულება მოიქოქა გადაცემაში ძალიან აქტიურად და ძალიან მიხარია რომ პირველი რეპორტაჟი ეძღვნება კომპანიას, რომელიც არის ძალიან მაგარი კონცეფციის მატარებელი კომპანია, ფაქტიურად ლიდერი ბაზარზე და კომპანია, რომელიც ჩემთვის ნამდვილად არ არის უცხო და ის გარკვეულ სენტიმენტებს ჩემში ნამდვილად აღზრავს, იმიტომ რომ მრავალი წელია ჩემი და ამ კომპანიის ხადია მის შესანიშნავ დამფუძნებელთან ერთად ურთიერთობა დიდი ხანია დაწყებულია და ეს ურთიერთობა გრძელდება. კომპანია ავტობანზე მაქვს საუბარი, რომელსაც გასულ კვირაში ჩვენი რეპორტიორი ნინა ჯალიაშვილი ესტუმრა. ნინა ახლა ჩვენთან სტუდიაში არის. სტუდიაში არის ასევე კომპანია ავტობანის დამფუძნებელი და ჩვენი გადაცემის წამყვანი ბატონი ბაკურ ხუნდაძე. მაგრამ სანამდე მე და ბაკური დავიწყებთ კომპანიის შესახებ, ესე ვთქვათ, დისკუსიას, მანამდე ნინის უნდა ვკითხო შტაბ-ეჭდილებების შესახებ, რომელიც წინა კვირაში მრავლად დაიმუხტა ამ შტაბ-ეჭდილებებით და ძალიან საინტერესო რეპორტაჟიც გელით, სხვათა შორის ავტობანიდან, მაგრამ მანამდე ნინი რა შტაბ-ეჭდილება დატოვა ზოგადად ინფრასტრუქტურამ, იმ ძალიან მასშტაბურმა პავილიონებმა და რაც თავარია, სერვისებმა და ხარისხზე ორიენტირებულმა პროდუქციამ, რომელიც არის ავტობანში დაგენერირებული, ამ კონკრეტიკას ცხადია ჩვენი მაყურებელი შეგანებით. მოგესალმებით სანდრა, მოგესალმებით ბატონო ბაკურ, მივესალმებით Georgian Times-ის ტელემაყურებელს. შტაბ-ეჭდილებებით ვარ ნამდვილად სავსე, იმიტომ რომ მივედი, დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო. იყო პროფესიონალი გუნდი. და მომხმარებლისთვის დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ორიგინალი ავტონაწილები. ძალიან კარგი იყო და მომეწონა ელექტრომობილი ლინდა, რომელზეც მომეცა საშუალება, რომ მეც მემართა. როგორ გაართვით ავე? ცოტა დანაშაული ჩავიდით, ლიცენზია ეჭირდება ლინდას მართვას, მაგრამ დავსვით ნიდი პრავის მარტის უფლებების გარეშე დავსვით. როგორ გაატარა? ნორმალურად, არ არის რთული სხვაჩას. თუმცა მე ძალიან რთულია თაროებთან მუშაობა, იმიტომ რომ დიდი საშიშროება ჩამოშალო ყველაფერი, თუ დაიჯახია. როგორ თაროებამდე აღარ მიგვიყვება? არ მივხვდა იქამდე. მინდა აღვნიშნო ასევე ის, რომ ბატონ ბაკურს მოწვეული ყოლია გერმანული კომპანია შაფერი, რომელმაც 6000 კვადრატულ მეტრზე გააშენა სასაწყობე კონსტრუქციები. მე დავათვალიერე ეს საწყობი არის რკინის კონსტრუქცია და ყველაზე არაჩვეულებრივი მომენტი რაც იყო იქ არის რომ ეს რკინის კონსტრუქცია არის ტრანსფორმაციის ფუნქციით. შეიძლება ნებისმიერ დროს გადაალაგო, გადააწყო, ზემოდან დაშენების პერსპექტივა აქვს, ასე ვთქვათ და დაახლოებით 20000-ზე მეტი ავტონაწილი არის იქ და წარმოიდგინე როგორი პროფესიონალი გუნდი ყავს, რომ ეს კომპანია აი ლაბირინთივით იყო და ყველა დეტალი იციან, სად რა არის განთავსებული. ძალიან მაგარი. მე მგონი ეხლა ჯობია ნახოთ უკვე რეპორტაჟი, პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო რეპორტაჟი, რომელიც ჩვენმა ბიზნეს რეპორტიორმა ნინა ჯალიაშვილმა მოამზადა, ხოლო რეპორტაჟის შემდეგ უკვე მე და ბაკური ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ავტობანში, კომპანიაში, რომელიც 27 წლის უკან დაარსდა და საქართველოში არის სიდიდით რიგით მეორე სათადარიგო ავტონაწილების იმპორტიორი, საცალო და საბითუმო გამყიდველი. ავტობანი 100-ზე მეტი ევროპული, იაპონური და ამერიკული წამყვანი მწარმოებლების ექსკლუზიური ან ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. თბილისში ის წარმოდგენილია 5 ფილიალით და ყავს 900-ზე მეტი პარტნიორი ჩვენს ქვეყანაში. ახლა კი შევიდეთ და გავესაუბროთ მის დამფუძნებელს, ბატონ ბაკურ ხუნდაძეს და უფრო ცლად მოგვიყვება კომპანიის შესახებ. მოგესალმებით ბატონო ბაკურ. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. აღფრთოვანებული ვარ თქვენი კომპანიით და რომ მომიყვეთ როგორ გაჩნდა ამ კომპანიის შექმნის იდეა. შექმნის იდეა როგორც ბიზნესების ძალიან დიდ ნაწილში სრულიად შემთხვევით. მანქანები ინტენსიურად შემოდიოდა უკვე გერმანიიდან, ამ მანქანების მომსახურებისთვის არ არსებობდა ნაწილები.
და მივხვდი რომ ეს იყო ესეთი ღია ნიშა იყო რომელიც არ იყო დაკავებული და აი იმ პერიოდში დავიწყეთ შესწავლას. ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით, ძალიან დიდი შრომა დაჭირდა მას ყველაფერს და დღეს გვაქვს 80 წარმოებლისგან პირდაპირ მოწოდებული პროდუქცია. თუ გაიხსენებთ, სად იყო პირველი გაყიდვების წერტილი? ელიავაზე ალბათ მაშინ მისაწყავდა მანქანა ყველა მეწოდეს წერტილი შესასვლელში პირველი კონტეინერი. ფერმა არ იცის რომ ის კონტეინერის გაგრძელება არის ეს დღეს. 27 წელია რაც არსებობს თქვენი კომპანია. აი რა გზა გაიარა? მართლა ურთულესი 27 წელი, ბევრი განსაცდელით, ბევრი რისკით, ბევრი კრიზისი გავიარეთ. როგორც აი ეს 2008 წლის კრიზისი, ბევრი პოლიტიკური ცვლილება, ბევრი რისკი, იგივე კომპანიებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს ახლა ცხოვრება, ეს არის საინტერესო. ბიზნესი ამით არის საინტერესო, ეს არის ცხოვრება, ბრძოლა, თამაშის წესები, სპორტივით არის რა ბიზნესი. უნდა შენი სიმაღლე უნდა აიღო. ამჟამად რა ბრენდებზე მუშაობთ? ამჟამად გვაქვს გერმანული, იაპონური, კორეული, ინგლისური, ესპანური, იტალიური ბრენდები. საბურავები გვაქვს ერთადერთი ჩინეთიდან, სხვა არაფერი. დანარჩენი თითქმის ყველა ბრენდი, რაც გვაქვს, არის კონვერტს მიწოდებელი. ჩვენი კომპანია ამით გამოირჩევა, დღეს სოფლიოში თითქმის ანალოგი ესეთ კომპანიას როგორც ჩვენი არ აქვს. ამას სხვა შორის გერმანელებიც ამბობენ, იმიტომ რომ ჩვენ ისევ მიმული ვართ დღემდე მხოლოდ ორიგინალი ხარისხის წარმოებელ კომპანიებთან. რაც ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ არ ვეხარბით მოგების გაზრდას. უფრო მეტად ვფრთხილებით საკუთარ იმიჯს და საკუთარ თქვა სახელს, ვიდრე თქვა მოგების გაზრდას და არ ვხამდებით მოგებას. თუ არ იქნებით წინააღმდეგი, ჩავალთ და უფრო დეტალურად დავათვალიერებთ. აუცილებლად. ეს გადავალაგოთ. გამარჯობა ხათუნა. სალამი, გამარჯობა ნინი, როგორ ხარ? კარგად, თავად როგორ ხარ? მეც კარგად. რომ მითხრათ, ეხლა სად ვართ, ეს რა სივრცეა? აუცილებლად უნდა აღინიშნო, ჩვენმა დამფუძნებელმა წლების წინ მოიწვია გერმანული კომპანია შაფერი, რომელმაც დაამონტაჟა 6000 კვადრატულ მეტრზე ეს სასაწყობე სტრუქტურა. ამ საწყობში ამ ეტაპზე არის 20000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია. გამომდინარე აქედან ჩვენ პროცესებს საკმაოდ რთული პროცესებია, რომელსაც ვმართავთ ელექტრომანქანებით. ერთ-ერთ მათგანს ხედავთ კიდევაც ლინდას. რომ მომიყვეთ თქვენს ფილიალებსა და სერვის ცენტრებზე. გალთენ ტაგარტის კვლევით ჩვენ მზარდი მეორე ადგილი გვიჭირავს ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე თბილისში გვაქვს 5 ფილიალი და 3 სერვის ცენტრი, თუმცა გვაქვს ასევე დისტრიბუციის უდიდესი მიმართულება, რომელიც საქართველოს მასშტაბით 9-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას ემსახურება. რამდენადაც მე ვიცი, ადგილზე მომსახურების გარდა მომხმარებელს თავაზობს დისტანციურ მომსახურებას. ჩვენ ძალიან კარგად მოვერგეთ ახალ ტენდენციებს. გამომდინარე აქედან, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ დისტანციური მომსახურების დეპარტამენტი, რომელიც სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მომხმარებელს უმარტივებს შესყიდვის პროცესს. კერძოდ, თვეში დაახლოებით 10000-ით 15000 ზარი გვაქვს ხოლმე, რომელიც შემოდის ჩვენ დისტანციური მომსახურების ცენტრში, ირეკება სხვადასხვა სპეციფიურ დეტალებზე, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესი საკმაოდ სპეციფიურია და მომხმარებელს სასურველ ფილიალში სასურველ დეტალს ვუჯავშნით და ვყიდეთ უკვე დისტანციურად. ავტობანი. ხარისხი ორიგინალშია.